მოგესალმებით. დღევანდელი ლექცია შეეხება ახალ input-output კლასებს და მერე NIO ვერსია მეორეს, რომელიც შემდეგ გამოვიდა. და ჩვენ შევეხებით ამ ძირითად სამ კლასს და კიდე რაღაცებს. თუმცა ძირითად ეს სამი კლასი იქნება, რასაც განვიხილავთ. კლას კი ვუწოდებ, მაგრამ ეს ინტერფეისია მაგალითად. ფაზარი ინტერფეისი, მაგრამ Java-ში თითქმის აი class ფაილში რადგან ვაგდებთ ყველაფერს და ყველაფერი ობიექტურისნაირი არის, კლასებს ვეძახით ხოლმე ყველაფერს. ხო, ეხლა შეეხება ამ NIO-ს და NIO-ს. ხო, ეს Neo-ში არ შეგრძნო NIO არის. Java 1.4-დან შემოვიდა ეს NIO, პირველი რაც იყო ახალი input-output-ი. და მე 1.7-დან შემოვიდა NIO 2. და ეს უბრალოდ ახალი API დაემატა, ძველზე მორგებულიც არის. და ეს არის იმის მსგავსი, აი თარიღებზე რაც გითხარით, რომ ახალი API შემოვიდა, ძველიც გვაქვს, ახალიც გვაქვს და შეგვიძლია ძველი ახალში გადავიყვანოთ და ახალი ძველში რაღაც ოპერაციებით. და ძირითადად ეს სამეული ყავს, ან გვაქვს, როგორც არის სწორი, ფაზი, რომელიც ინტერფეისია, ფაზსი იყენებს ფაზს, ხოლო ფაილსიც იყენებს ფაზს, ისრები რატომ მივუთით ესე არ ვიცი, მაგრამ ესენი არიან დამხმარე კლასები, რომლებიც ოპერირებენ, ანუ რაღაც ოპერაციებს ასრულებენ აი ამ ფაზ ობიექტის გამოყენებით. ძირითადად ეს ეტყობა ესე იმიტომ იწერია, ეს ფაზსი გამოიყენება ფაზის შესაქმნელად. მე ხო თქვი ესაა ინტერფეისი. ამისი რაღაცა რო შექმნა, ეს კლასი გვაქვს, რომელსაც რაღაც მეთოდი აქვს, რომლითაც შევქმნით აი ამ მისამართებს. პირდაპირ new file და ეგეთი რაღაც უკვე აღარ გვაქვს. და ეს ფაზი იგივე იდეის მატარებელია, შეიცავს ინფორმაციას ან დირექტორის, ან ფაილის შესახებ. ამიტომაც ეს ფაზი უფრო ადამიანური სახელია, ხო? ფაილის შემთხვევაში ცოტა ბუნდოვანი იყო, ფაილ ქვია კლასს და შეიცავს ინფორმაციას, ხო? დირექტორიაზეც და უბრალო ფაილზე, რაც ალოგიკური იყო. ფაზი უფრო შესატყვისი სახელია. ეხლა შეეხება ფაზ ინტერფეისს. ხო, მსგავსია ფაილ კლასის, მაგრამ ინტერფეისია და მისი შექმნისთვის გვაქვს ეს faz.get. რომელსაც გადაეცემა, მოდი აქ შევხედოთ, თუ სწორად მახსოვს. ან URI გადაეცემა ობიექტი, რაშიც მისამართი იქნება ჩაწერილი, ან გადაეცემა პირდაპირ სტრინგები. შეიძლება გადასცეთ ერთი სტრინგი, ან გადასცეთ ბევრი სტრინგი, ხო, მაგალითად მე თუ მაქვს სადღაც C დისკზე, მაგალითად potato folder-ში my.test.txt ამას ესე გადავცემ. სეპარატორების გარეშე, სეპარატორი არის ან ეს forward slash ან backward slash, ხო? ჩვენ ვიცით, რომ Linux-ის, ანუ Unix-ის სისტემებში forward slash-ი არის სეპარატორი დირექტორის, ხოლო Windows-ში backward-ია, მაგრამ Windows-ი forward-საც აღიქვამს. Windows-ში backward და forward-ით შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ყველა ოპერაციულს ხო თავისებური განსხვავება აქვს, ან Windows backward-ი ჯობია რომ გამოიყენო და Linux-ზე forward-ი, ამიტომაც Java რადგან მულტიპლატფორმული არის, ჩვენ მაშინ ხელით თუ გვინდა გავაკეთოთ file path separator. მოიცა ეს path separator რომელია თუ სწორად მახსოვს. დავბეჭდოთ, მოდი მაინც რომ დაწუნებული ვიყო, რომ ეს არის path separator. არა, ეს არის იმ ფაზის სეპარატორი, აი ამ ფაზის. რაც environment ცვლადში მაქვს, აი აქ, უps, რაც დავაჭირე. ამას რატომ მიხსნის? პირდაპირ ესე ვიდა. აი აქ ეს ფაზი რაც გვაქვს, ამაში შიგნით, აი აქ edit text-ი რომ მივცევ, ნახავთ რომ სეპარატორი აი ამ ჩვენი ჩანაწერების არის წერტილმძიმე. აი ეს სეპარატორია, file separator.
უკიდა path separator, რომელიც ფაილშია. პირდაპირ სეპარატორი რომ მივცე, მე მგონი ეს იქნება ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა. აბა ვნახოთ. ხო, პირდაპირ სეპარატორი, რადგან Windows-ზე მუშაობ, backward slash-ი არის, ხო ხედავთ. და იმ შემთხვევაში თუ მულტიპლატფორმულობა მინდა შევინარჩუნო და იდეაში ხა მარტო forward slash-ი რო გამოვიყენო Windows-ზეც იმუშაოს, მაგრამ უმეტესობას მოსწონს ხოლმე რომ ეს file separator-ი გამოიყენოს და იმ შემთხვევაში თუ მაქვს მაგალითად path მიწევს მე ესეთი რაღაცების კეთება მაგალითად. თავიდან შეიძლება რაღაც შობელ იმაში შევდივარ, მე separator-ს ვიყენებ, მე კიდე რაღაცა potato folder-ში შევდივარ, მე ისევ file separator-ს ვიყენებ, მე ისევ, ესეთი რაღაცები ან კონკატენაცია შეგვიძლია სხვანაირად გააკეთო, ხო? და ეს file separator-ის გამოყენება მე მიწევს მულტიპლატფორმული რო იყოს ეს ჩემი აპლიკაცია. და ამ შემთხვევაში get-ს თუ გადავცემ ესე გამოტოვებით, separator-ს თავისით აიღებს და მიანიჭებს. ახლა აქ შეგვიძლია თუ კარგად ჩაუძვერით ხა ამის იმპლემენტაციის აღება IntelliJ-ში. კარგად არ ვიცი ხა ამის ჰოთქიები, ამის იმპლემენტაციების მოძებნა როგორ შეიძლება. მაგრამ თუ ჩაძვრებით ნახავთ რომ ისიც იყენებს აი ამ სეპარატორს აი ამათ შორის და უბრალოდ კონკატენაციას უკეთებს მერე. ეს არის ჩვენი get-ი. შეგვიძლია პირდაპირ მივუთითოთ თუ გვეზარება ესე მაგალითად. ან backward slash, ხო? ან ესე. escaped backward slash. გააჩნია რომელ პლატფორმისთვის ვწერთ. ეს არის და path get-ი გვიბრუნებს ჩვენ აი ამ path, რომელიც ინტერფეისია. ეს path-ი არ შეიცავს ბევრ ინფორმაციას, შეიცავს ბანალურ ინფორმაციებს, ხო, რაღაც თავდება თუ არა path-ი რაღაცით, სხვა path-ით, ან უბრალოდ რაღაც string-ით. მაგალითად აბსოლუტური მისამართის აღება შემიძლია, ეს ხო შეიძლება იყოს რელატიური მისამართი, მაგალითად ესეთი რაღაც. და ამ შემთხვევაში მე რო დავბეჭდო ეს ჩემი ფაზი, მე მივიღებ აი ესეთ შედეგს. რელატიური მისამართის მქონია. მე თუ მინდა რომ ეს გადავიყვანო აბსოლუტურში გადავიყვან ამ მეთოდით და ეხლა აბსოლუტური მისამართი მაქვს. აქ ესე გააკეთა, ეხლა აქ შევიდა, მე ისევ გამოვიდა, ნაწილი მოხდა, მთლად ეს არ მოაშორა და მე არ დაწერა პირდაპირ ეს potato რაღაც. ესეთი სახის მისამართი მომცა. თუმცა ესეც ვალიდური მისამართი არის, ხო? აი აქ შედი, მე გამოდი, გამოდი რა, მე მშობლის ფოლდერში, რომელიც ისევ ეს ნაწილი იქნება და მე აი ამ ფოლდერში მე აი ეს mytext.txt ფაილი. და შეგიძლიათ ეს აბსოლუტური მისამართი ესე აიღოთ პირდაპირ. ან შეგვიძლია გავიგოთ file name-ი. ნახეთ, files აქვს get name-ი. ამას აქვს სახელად get file name-ი. ესე უფრო გასაგები არის. file system, მოდი ესეც ვნახოთ. ეს არის file system object-ს აბრუნებს. ეს არ გვინდა get file name-ი. მაგალითად get file name-ი და აბრუნებს mytext.txt-ს. get root-ი, აბა root-ი ვნახოთ. ხო, root-ი ნალი, აბა თუ absolute path და მე get root-ი გავაკეთოთ. absolute path-ს აბრუნებს ისევ. ხო, ამას d უწერი, ანუ root დირექტორიას გვიბრუნებს. ამ შემთხვევაში როცა რელატიური მისამართი არ გვაქვს და სრული გვაქვს. get root-ი. ხო, ეს end Swiss get name is absolute. არის თუ არა აბსოლუტური მისამართი, ამ შემთხვევაში ეს იტყვის, არ არისო. ხოლო თუ გავაკეთებ თუ absolute path და მე is absolute და აბრუნებს რომ აბსოლუტურია. ანუ რაღაც ინტუიტიური მეთოდებია დაკავშირებული მხოლოდ აი ამ მისამართთან. თუ URI-ში გადაყვანა შემიძლია, ეს URI არის ობიექტი, უბრალოდ რომელიც universal resource identifiers ინახავს შემთხვევაში ჩვენი დირექტორის ფაილებისთვის. ფაილების წარმოდგენა იქნება ამ URI-ში. მისამართის უბრალოდ. to real path. ხო, ეს
თუ real ფაზი რას ნიშნავს? ესე იგი, ჩვენ ფაილურ სისტემაში შეიძლება გქონდეს სამნაირი რაღაცა. შეიძლება იყოს ფოლდერი, რეალური ფაილის მისამართი ან ლინკი. ლინკი, ანუ shortcut-ი, ანუ ლინკი ქვია მე shortcut-ს ვეძახონი. აი shortcut-ი ხო შეგვიქმნია რაღაც ფოლდერზე. ის shortcut-იც რო დავლისტო ls-თან dir-ით, ის shortcut-იც რაღაც ჩანაწერია, რაღაც ფაილივითა, უბრალოდ რო დააწვევი სხვა რაღაცას მიუთითებს. თუმცა მისი მისამართი იგივე იქნება, ის shortcut-ი ფაილია, სინამ ფაზი არის. ფაზა, ანუ ჩანაწერი არის, ხო, ფაილურ სისტემაში. და თუ real ფაზი გადაიყვანს მაგ ჩემ links რეალურ მისამართში, ანუ რეალურად რასაც მიუთითებს, იმ ფაზს დამიბრუნებს, თუ ეს ფაზი რა თქმა უნდა მიუთითებს რაღაც shortcuts. თუ ეს არის რაღაცა shortcut-ის გაფართოება არ მას, ну my shortcut რაღაც. და რასაც ეს my shortcut მიუთითებს, აი ამის შემდეგ real ფაზ ესე რომ გავაკეთებ და გადავცემ კიდე აქ რაღაც link options, no follow links-ი ეს no follow links-ის გარდა აქ რა გვაქვს ამით ეს მე მგონი exceptions ისვრის ხო ეს ჯიგარი ხო რაც io exceptions ისვრის და ამას თუ გავაკეთებ და ეს shortcut-ი იქნება მე მივიღებ უბრალოდ აი ამ shortcut-ი რასაც მიუთითებს იმ მისამართს ახლა შეგვიძლია შევამოწმოთ აქ გავხსნათ ეს explorer-ში ახეთ ეს შეცვალეს ახალი მასში open init იხსნება აქ ტერმინალში შეგვიძლია და directory ფაზი რა არის ეს საინტერესო რაღაცია ხო ნუ აი აქ შეგვიძლია შევქმნათ რაღაცა shortcut-ი new აი აქ shortcut მიუთითო აქ რაღაც რა ქნიშნობა C დისკი ხო რა მნიშვნელობა აქვს ის shortcut-ის სახელი ეს იქნება ნუ აქ მოდი ამას სახელს შევუძლი აქ შემიძლია შევცვალო my ნახეთ ln extension-ი აქ shortcut my shortcut წერტილი ln ესეთი რაღაცა ავიღო და ახლა ესო გავუშვა ups ეს თუ real ფაზმა როგორც ჩანს ფერი არ დამიბრუნა აბა ეს no follow links-ი რო გადავცე რა სიდამს არა ისე იგივე შევაით ამით ამისი control d-ი ვნახოთ ხო existing files by default symbolic links აც ქვია are resolved to their final target. If the option no follow links is present, then this method does not resolve. Ესიც უნდა ექნა ის რაც მე ვთქვი, ხო ეს symbolic link-ი თუ არის. შეიძლება არ გონია რომ ეს symbolic link-ია. არა, რაღაც გადაქცევის ვარიანტიც არ გვაქვს. კარგით, ნუ ჩავთვალოთ რომ ეს რასაც ამბობს იმას გააკეთებ, რომ ამ შემთხვევაში აბა მოდი ესე ვქნათ. თუ აბსოლუტში გადავიყვანოთ და მე თუ real ფაზში. კაი, იყოს ესე. წავშალოთ ეს რაღაც. დავივიწყოთ ეს ფაზი. აი ეს მეთოდი. როგორც ჩანს Java-ში ხანდახან რაღაცები ისე არ ხდება, როგორც წარმოგვიდგენია ხოლმე. ძირითადად Windows-ის შემთხვევაში. ნუ კაი, ეგ ძალიან იშვიათად ხდება. მე თუ რამეა მაგას თქვენს გაარკვევთ, რატო შვება იმასაც შვება. ხო, ეს მეთოდები ვნახეთ. კიდე გვაქვს აქ get name count-ი, get name და index-ი. ეს საინტერესო მეთოდებია, როცა წინაზე მე ჩამონათვალი მქონდა რაღაც მისამართის. მაგალითად აი იყოს ეს რაღაც. ნუ აქ get name count. ნუ ეს name count-ი რას აბრუნებს? ეს აბრუნებს
რამდენი მისამართი ფიგურირებს აქ, ხო, დამოუკიდებლად. ეს რუთი, ეს ქვეფოლდერი რუთის და ეს ფაილი. ანუ რამდენი ქვე ელემენტი მაქვს აი ამ ჩემ იმაში მისამართში. ნუ აქ მე რო გავაკეთო მაგალითად თუ აბსოლუტი, უფრო მეტი მექნება. უფრო მეტ ჩანაწერს მივიღებ, იმიტომ რომ აბსოლუტურ მისამართში მე იქ C დისკი, თუ D დისკი, მე დირექტ აი ამ ჩემ ნიომდე რამდენი გვაქვს აქ. 1 2 3 4 5 6 მე მგონი ეს რუთს არ ითვალისწინებს, მოდი აბა ეს დაუბეჭდოთ ჯერ. მე დაუბეჭდოთ name count-ი და შევხედოთ აბა რას გვეუბნება. აბა 1 2 3 4 5 6 შეიძლება ეს ნაწილი არ გაითვალისწინა და გამოტოვა და პირდაპირ დაწერა 1 2 3 4 5 და 6 შეიძლება მაგიტოვა ეს ჩანაწერები ესე. ნუ მე შემიძლია ეს იტერაცია მოვახდინო ახლა ამ ყველაზე და დაუბეჭდო ყველა სათითაოდ. ანუ მე შემიძლია დაუბეჭდო ესეთი რაღაც გავაკეთო for each cycle get name counted და მე შიგნით დაუბეჭდო fuzz to absolute get name და ინდექსი გადავცე აქ რომელი name-ი მინდა დაუბეჭდო და ახლა ეს დამიბეჭდავს და გავიგებ საბოლოოდ რა სიტუაცია. ხო, როგორც ჩანს აქ roots არ მიჩვენებს. პირველი დასაწყისი არის root-ის ქვეფოლდერი რაც ანუ 1 2 3 4 5 6 და შემიძლია ესე რაღაცები ვქნა მე ამ მეთოდით, ხო, რაღაც ამოცანა თუ მაქვს შესაბამისი. მაგალითად, თუ მინდა 3 დონით ან თუ მინდა მაგალითად ხო, მაგალითად პირიქით parent-ი ავიღო, ანუ რაღაც აქ შემიძლია სხვა ვარიანტი გამოვიყენო, აქ შემიძლია დავწერო აი ესეთი რაღაც მეთოდი. -2, ხო? ან -3 ფუსად. და ანუ parent-ს ავიღებ. ნუ ეს ცოტა ისეთი ვარიანტია გლეხური ხლა ეს რაღაც მასივის ბოლოდან მეორე ელემენტის აღებას გავს, ხო? კარგით, ეს მეთოდები გასაგებია. ძირითადად ესენი არის კიდე რაღაც extension-ის შემოწმება იყო contains თუ არა რაღაც ან თავდება თუ არა რაღაცით ფაილის სახელი. ხო, ეგა ფაზი. ფაილისგან განსხვავებით არ შეიცავს, როგორც ხედავთ, ზედმეტ მეთოდებს, რაც ძალიან კარგი არის, რაც უფრო პატარაა და კონკრეტული კლასი, კონკრეტულ ამოცანას ასრულებს, უფრო კარგ კლასად მიიჩნევა. მოიცა რაღაც სიტყვა ქვია მაგას. cohesion ქვია მე მგონი. აი კონკრეტულ რაღაც ამოცანას ასრულებს. ხო, ახლა files კლასი რა არის? files კლასი როგორც თქვით, იყენებს fuzz interface, ანუ files ეს ბოლოში ეს რასაც აქვს, ხო თქვით, დამხმარე რაღაც სტატიკურ მეთოდებს შეიცავს. ეს files-იც შეიცავს დამხმარე ოპერაციებს და ძირითადად ისეთი ოპერაციებია, რომელიც ფაილურ სისტემასთან ადაკავშირებული, მაგალითად შექმენი ფოლდერი, დააკოპირე აქედან აქ დირექტორი ან ფოლდერები, წაშალე ფაილი ან ფოლდერი და ასე შემდეგ. და მას გადაეცემა, რა თქმა უნდა, მის სტატიკურ მეთოდებში არგუმენტად პირველ არგუმენტად უმეტესწილად ფაზი. და მე რაღაც დამატებითი არგუმენტები თუ საჭიროა იმ მეთოდისთვის. და ეს მე რა სახის მეთოდები გვაქვს, ნუ copy გვაქვს, რომელიც აკოპირებს აქედან აი აქ. მე მგონი ეს ფოლდერის სახელი უნდა იყოს, ანუ აი ამ რაღაცას აკოპირებს ამ ფოლდერში. მე copy option-ი გადაეცემა რა სახის კოპირება არის. როგორი სახის კოპირება უნდა მოახდინოს. ეს ენამია და თან ეს არის მიცე ესე დავწერო უკეთესი იქნება. ვარარქსი, ანუ შეიძლება ბევრნაირი copy option-ი გადასცე. ანუ create file-ი ქმნის, delete-ი შლის, exists გვიბრუნებს არსებობს თუ არა აი ეგ დირექტორია ან ფაილი აი ამ ფაზით. is executable აბრუნებს არის თუ არა executable, წაკითხვადი არის თუ არა ჩაწერადი. ის ტრიო არის, რაც permission-ებში გვხვდება, ხო, უფლებებში ფაილთან და ფოლდერთან დაკავშირებით, ანუ არის თუ არა გაშვებადი, წაკითხვადი ან ჩაწერადი.
და მე შემიძლია new input stream-ი, ანუ input stream-ი შევქმნა, თუ ფაზი მაქვს და მინდა input stream-ი შევქმნა, შემიძლია ესე პირდაპირ files new input stream, ფაზი და მე open option-ები გადავცი, ანუ გახსნის ოპციები, ესეც ენამია, ну, რაც გადაეცემა ხოლმე დამატებით არგუმენტად და რასაც option-ები ჰქვია, ძირითადად ენამია ხოლმე. ხა ეს სტანდარტ open option-ში რა გვაქვს? ეს append-ი რო შეუძლო ბოლოში მიმატება ინფორმაციის write-ის დროს, create-ი ნიშნავს თუ არ არსებობს შექმნის, create new არის, ეს create-ი მე მგონი ნიშნავს რომ არსებობდეს მაინც შექმნის თავიდან. ეს create new არის მე მგონი როცა არ არსებობს მხოლოდ მაშინ შექმნის. delete on close-ი არის როცა მოვრჩები ოპერაციებს და დავხურავ მაგალითად ამ streams ან რაღაცას, მერე მოხდება ეს აი ამ შემთხვევაში აი ხო შემიძლია გადავწე open options. ну input streams შევქმნი delete on close-ით და მერე როცა მოვრჩები, მერე წაიშლება ეგ ფაილი. ეგ შეიძლება გამოიყენოთ ამ შემთხვევაში ეს standard open option-ი delete on close-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ temporary ფაილებზე, ხო? temporary ისეთი ფაილია, რომელიც დროებით იქმნება რაღაც ოპერაციის დროს. შეგიძლიათ ეგეთი რაღაც გააკეთოთ. ну tmp დირექტორია ვიცით ხო აქ? მინეცა tmp და ამ tmp-ში ყრია ის temporary Skype-ის რაღაცებიც გდია, ხო? რაღაც დროებითი ფაილები. და ფოლდერებიც აგექვემოთ. ну აქ ზოგიერთს თავისი აი Skype რაღაცაო, Photoshop რაღაც, ანუ ყველა პროგრამას თავისი რაღაც temporary, ну აქ VMware-ის რაღაცაც მაქვს. რაღაც temporary ფოლდერი აქვს, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ეს temporary ფოლდერი ან ფაილი ამ temporary დირექტორიაში, რომელიც არსებობს Windows-ისთვისაც და Linux-ისთვისაც. ანუ Linux-ზეც გვაქვს ეს temp დირექტორია. და შუალედური დროებითი ფაილები, რომლებიც ну რაღაც თქვა შეიძლება აფეთქდეს თქვენი პროგრამა და გინდათ რომ შემდეგ ჯერზე temporary-დან მაინც ამოიკითხოთ რაღაცა პროგრამაში, რომ გააგრძელოთ თქვა მუშაობა, შეგიძლიათ ეგეთი რაღაც ფაილები შეინახოთ აქ. მაგალითად ვაკეთებ ერთ ოპერაციას პროგრამაში, თქვა ფაილი გადამყავს Word-დან PDF-ში. ну Word-ი შემიძლია აქ temporary folder-ში სადმე შევინახო, ან temporary პირდაპირ ფაილად შევინახო, რაღაც სახელის მქონე და მე გადაყვანის პროცესში თუ მაგალითად PDF-ის ეტაპზე გამიფუჭდა საქმე, შეიძლება დარესტარტების შემდეგ პროგრამის ამ temporary-ში შევიხედო, ნახო ის Word-ები თუ მქონდა ამოკითხული, რომლებიც გამიფუჭდა შუაგზაში და გავაგრძელო პირდაპირ PDF-ის ეტაპი. ну ეგეთი რაღაც შეიძლება გაკეთდეს. ან კიდე ხშირად ვიყენებთ ხოლმე ამას, აი, როდესაც ფაილს იყენებ, ხო? მაგ შემთხვევაში ის ფაილი ილოქება. ანუ იმ ფაილზე რაღაც handle-ი გაქვს. აი, როგორც პროცეს handle-ი ახლა ცოტა განსხვავებული რაღაცა. ну რაღაცა ჩაბღაუჭებული ხარ იმ ფაილზე და ზოგიერთი პროგრამა მე იმ ფაილში ცვლილებებს ვეღარ ახორციელებს. მაგალითად შეიძლება Word-ის ფაილზე ვმუშაობ პროგრამიდან და მე Word-ის ფაილზე იქიდან და ну შენახვის დროს რაღაც თითქოს ვერ ინახავს ის, იმიტომ რომ დალოქილი აქვს Java-ს. და ესეთი რაღაც რო არ მოხდეს, რომ შეძლოს სხვამაც მუშაობა და თან პროგრამა Java-მაც გამოიყენოს ნორმალურად და თან დალოქილი ქონდეს ეგ ფაილი, შეგიძლიათ აქ ჩააკოპიროთ ის ფაილი, Java-მ გამოიყენოს იმუშაოს აქ ჩაკოპირებულ იმ ფაილზე, დალოქოს ის ფაილი და რეალური ფაილთან სხვა ვიღაცა იმუშავებს უპრობლემოდ. ეგეთი ვარიანტიცაა და მე ბოლოს როცა შენახვა მოგინდებათ, ამაში კი temporary-ში კი შეინახავთ, რეალურს გადააწერთ საბოლოოდ და ეგ იქნება. ხო, ну rollback-ის ვარიანტიც გქონდეთ temporary-შიც შეგიძლიათ ჩააგდოთ რაღაც ფაილები, თქვათ საწყისი ვერსია ამ ფაილის, მე თუ რაღაცა მოხდა და ვერ ინახავთ, რო აღადგინოთ. ეგ ფაილი ვიღაცამ თქვა შეიძლება დააჭიოს, არა ძმაო, არ მინდა თავდაპირველი ფაილი აღადგინე და ის თავდაპირველი შენახული მექნება temporary folder-ში. და C-cleaners და რაღაც ეგეთებს თუ იყენებთ temporary folder-ის ფაილებს და ფოლდერებს შლის ხოლმე ეგ უყურებს აქ ვინმე იყენებს ამას, რამდენი ხანია რაც ეს შექმნილია და თუ დიდი ხანი არის შექმნილია და არავის არაფერს სჭირდება იმ ფაილებს გთავაზობს რომ წაშალოს.
ხო, კარგით. ეგეთ სიკლინერი შეგვიძლია ჩვენ დავწეროთ ეგ ვარიანტი, რომ ტემპორარი გაგვითავისუფლოს. თუმცა შეიძლება ლოგიკაში რაღაც შეცდომა დაუშვათ და შეიძლება რაღაც პროგრამები გაგვიფუჭდეს. მაგალითად Skype ან რაღაც ვინც ტემპორარი ფოლდერებს იყენებს თავისას. კაი, რა ქონდა აქ? Desync-ი ეს არ მახსოვს რა არის. ხო, ესენი თვითად მე ვიყენებ ხოლმე. ეს არის წაშლა სინქრონულად. წაშლა სინქრონულად. მოიცავ და Google-ს უწევს standard open options. ჩავხედოთ ამას. Desync requires the theory update to the files content be written synchronously to the underlying. სინქრონული ჩაწერა მოხდესო. ფაილურ სისტემაშია. ხო, ეს იმის ვარიანტი რაღაც ლოქივით არის, ხო, რაღაც სინქრონული ჩაწერა მოხდება. ლოქი არ არის უბრალოდ სინქრონული ჩაწერა მოხდება, ეთყობა ჩემი write ოპერაციების. შეიძლება ეს გამოიყენოთ, ძალიან სპეციფიური ჩანს, ხო? ეს read-ი წაკითხვის უფლება რო გქონდეს იმისთვის არის გახსნის დროს. შეიძლება write-ია ჩაწერის უფლება რო გქონდეს, ხანდახან თქვენ jobs ხოლმე ეგრე ქნათ, ყველაფერი ეს read write და ეგეთები, თუ მარტო reading-ს აკეთებ, read-ი მიუთითე, თუ ჩაწერას აკეთებ, ჩაწერა. რომ თუ რამეა, მე შემთხვევით არ მოხდეს, რომ ეს write-ი არ გამოიძახოთ შემთხვევით. ხო, truncate existing-ი არის, მე მგონი truncate-ს აკეთებს, წაგიშლით ყველაფერს რაც წერია და მე ნულიდან იწყებ რაღაცის გაკეთებას. ხო, ეს ფრთხილად იყავით ამ რაღაცასთან. ხო, file attribute ეს ობიექტი არის კიდე ერთ-ერთი, რომელიც შეიცავს ფაილის ატრიბუტებს. ფაილს ხო თქვით წინაზე რაღაც ატრიბუტები აქვს, მაგალითად არის თუ არა სიმბოლური ლინკი, ან უბრალო ფაილი, ან დირექტორია. ესეთი რაღაც ჩანაწები არ აქვს, მე მგონი ეს უბრალოდ ეს კლასი გვთავაზობს, files creation time-ი აქვს, last modify date-ი აქვს, last access time-ი ესეც რაღაც ზედმეტი ჩანსავით. size-ი აქვს კიდე რა თქმა უნდა თავის ზომის შესახებ. ეხლა ნახეთ, ნებისმიერ ფაილი რო გავხსნათ property-ები, დაახლოებით რაც ამ დეტალებში გვიწერია, ეგ არის ატრიბუტები. და კიდე შეიძლება ესეც იყოს ატრიბუტები, read only არის თუ არა, ან hidden არის თუ არა. კიდე ეს რაღაცები, ზომა, location-ი, ეს modify date-ები და რაც აქ დეტალებში წერია, რაც იგი ზოგიერთი აქ მეორდება კიდევაც. და ეს არის დამატებითი ინფორმაცია, ფაილის ატრიბუტები. რაც შემიძლია აი ფაილ ატრიბუტიდან ამოვიკითხო. ხო, ან შექმნის დროს, ფაილის შექმნის დროს ეს ფაილ ატრიბუტებიც გადავცე. აი აქ ხომ მქონდა მე create file. გადავეცი ეს ფაილი მინდა და მე რა თქმა უნდა შემიძლია გადავცე დამატებით hidden ფაილი არის თუ არა თქვათ create day last modified date რა ჰქონდეს თუ რამე მინდა რომ ჰქონდეს ხელით მითითებული და ასე შემდეგ ეს ატრიბუტები შემიძლია გადავცე. რაც მოსახერხებელი არის, შემიძლია პირდაპირ შევქმნა რაღაც hidden ფაილი, რომელიც შეიძლება კონფიგურაციას შეიცავდეს თავის თავში ჩემი პროგრამის შესახებ. აი როგორც რაღაც git-ის წერტილი git ფოლდერია, რომელიც რაღაც git-ის ინფორმაციას შეიცავს ყველა რეპოსტთვის, ეგ ხო hidden ფაილი არის და შემიძლია მეც პირდაპირ რაღაც ეგეთი აპლიკაცია გავაკეთო, რომელიც hidden ფაილს შექმნის შიგნით რაღაც ინფორმაციით, რომელსაც გამოიყენებს. ხო, ეხლა ფაილის ეკონების წაკითხვა, ჩვენ რაღაც ძველი ვარიანტი ფაილ iostream-ით რაც ვნახეთ, ეგ ხო გვახსოვს და ეს ვარიანტი უფრო მარტივია, პირდაპირ ვიყენებ files class, ჯერ ფაზი შევქმენი, რაღაც პირდაპირ რელატიური მისამართი data.txt, მე ვამოწმებ არსებობს ეს ფაზი, ამ ფაზზე ეს ფაილი, ან დირექტორია. აქ შეიძლება ვამოწმებდე, რომ ეს არის ფაილი და არა დირექტორია. შემიძლია შევამოწმო file is file, ან რაღაც მოიცა regular file, ხო? is regular file და ამ ორი შემოწმების შემდეგ მე გავაკეთებდი ამოკითხვას. ესე read all lines. აი ფაზიდან. და ეს ამოიკითხავს strict-on აი ამ list-ში ჩანაწერს ფაილისას და მე შემიძლია პირდაპირ დავბეჭდო. ესეც რა თქმა უნდა ისურის ამის მეთოდები io exception-ებს
იმიტომ რომ მსგავსად ფაილებთან ურთიერთობისა აქაც რა თქმა უნდა შეიძლება file does not exist exception-ი მოხდეს ან რაღაც მსგავსი. რაც checked exception-ია და აუცილებლად უნდა დამუშავდეს. დიდი ალბათობაა რომ შეიძლება ეს ფაილი არ არსებობდეს, ამიტომაც უნდა დამუშავდეს აი ეს ვარიანტი. შეიძლება ეს ამოწმებს, მაგრამ ნუ რაღაც ამოკითხვის დროს რაღაცა შეიძლება მაინც მოხდეს. შეიძლება ეს არსებობს და აი ამ მომენტში უკვე აღარ არსებობს, თქვათ. ხო, ფაილის წაკითხვა აქ იგივე მიწერია, მაგრამ ეს იყენებს read all bytes, აი Sharp-ის ხალხი ვინც ხართ, ხშირად იყენებდით ხოლმე, ხო, რაღაც იქაც ესეთი მეთოდია read all bytes-ი, აქაც გვაქვს. შეგვიძლია პირდაპირ ბაიტები ამოვიკითხოთ. მაგალითად თუ მაგ PNG. მოიცა PNG თუ მაგ სადმე. Pictures აქ რაღაც PNG-ები მაქვს. მაგალითად და ეს ტიპი, რომ გავხსნა ახლა მე ჩემ notepad-ში. ნუ აქ ნახავთ, რომ რაღაც ჩანაწერებია, ხო, რაღაცნაირი სახით და თავში რაღაც header-ია, შემიძლია რაღაც ბაიტები ამოვიკითხო და პირველი 1 2 3 4. ნუ თუ char-ში ვიცი რომ 4 ბაიტს ვინახავ, ნუ char-ი თუ ვიცი რომ თითო ბაიტი არის და დაახლოებით ეს შეიძლება ეგრეც იყოს აქ. ამოვიკითხავ პირველ 4 ბაიტს და ეს არის header-ი. ანუ header-ით გავიგებ რა ტიპის სურათი, ანუ PNG თუ არის, PNG-ის პირდაპირ თავში ეწერება ესე. ანუ რაღაც კონტენტი შემიძლია და ან PDF-ი თუ აი PDF-ის ვარიანტი უკეთესი იქნება. იქაც PDF-შიც მოიც PDF-ი თუ მაქვს აქ სადმე ზამით. აი რაღაც simple PDF-ი მაქვს. ნუ აქაც რაღაცა header-ია, აი header-ი არის დაახლოებით აქაც პროცენტი, იმას პროცენტი ეწერა თუ რა ეწერეს პროცენტი ის მსგავსი რაღაც სიმბოლოა, იმედია პროცენტია. ნუ ესეც პროცენტი და რაღაც თქვათ აღნიშნული რომ ეს არის PDF დოკუმენტი და ვერსია 1.3 სპეციფიკაციის მიხედვით. და მე აქ ნახეთ ეს PDF-ი რაღაც უფრო სტრუქტურირებული არის. ანუ კარგი ისეთია რაღაც ობიექტებს შეიცავს, სტრიმებს შეიცავს. ეს ობიექტებიც რაღაც ID-ს მქონია, კიდე აქ რაღაცა როგორც ჩანს ეს table-ისავით მაქვს ხო ანუ რაღაც type-ი key value-ები მაქვს ხო თითქოს და key value და აქ კიდე რაღაც massive-ისავით მაქვს ხო და ასე შემდეგ. ანუ და kits-ი კიდე რაღაცა გეტყობა გვერდების მიმთითებლებია. ეს reference ნიშნავს ხო? რაღაც სპეციფიკაციის მიხედვით ყველაფერი ესეა გაკეთებული და მე ამოკითხვის დროს რაღაც კონკრეტული პროგრამა რაღაცნაირად შეიძლება ამ read all bytes-ით მე რაღაც ბაიტებს პარსავს და მე რაღაც PDF-ს გვიხადავს. PDF Adobe Reader-იც ეგრე მუშაობს და Word-ის Microsoft Word-ი და ასე შემდეგ და ეს სურათის გამხსნელი პროგრამებიც. ნუ თქვენ თუ რაღაც ეგეთი გაინტერესებს, შეგიძლიათ ხელით დაწეროთ ეგ PNG-ის გამხსნელი პროგრამა მაგალითად, თუმცა არ ვიცი ხა ეგ რამდენად ადამიანური ქმედება იქნება. ნუ თუ გინდათ რომ რაღაც გააკეთოთ და გაინტერესებს, შეგიძლიათ ეგეთი რაღაც დაწეროთ. ხო, ფაილში ჩაწერაც მარტივია, ნახეთ, აქაც თუ არ არსებობს შევქმნი და მე ეს როგორც ჩანს თუ არ არსებობს ვქმნი და მე პირდაპირ წერ შიგნით write-ით რაღაც ბაიტებს. და მე ვიცი რომ ამ string-ს აქვს get bytes-ი და პირდაპირ გავაკეთე string-ის get bytes-ი და გადავეცი standard open option-ებში write permission-ი. ანუ write-ის უფლება რომ მქონდეს. თუ არ მაქვს write-ის უფლება, ეს გაისვრის შეცდომას, ხო? მაგალითად თუ მე აი აქ რა ვქნათ ახლა? თუ აი აქ ავდექი და ჩმოდი ვუქენი change ის mod რას ნიშნავს? არ ვიცი, modification, ხო, რაღაც მაგალითად Linux-ზე შეგვიძლია ხო რაღაც ჩმოდი გავაკეთოთ და რაღაც permission-ი მოვაკლოთ ამას ჩვენ თავს და თუ ჩვენი თავი გაუშვებს ჩვენ Java აპლიკაციას, რომელიც აი თქვათ ამ ფაილს მიმართავს, რაღაც უფლებით რომელიც არ გვაქვს, მოხდება permission-ის exception-ი. მოხდება IO exception-ი, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება თქვათ ჩაწერის. ამიტომაც ამის გამოყენება აქ ღირს ზუსტად აი დაახლოებით მაგ სიტუაციის გათამაშებისთვის. თუ უფლება არ გექნებათ ჩაწერის, exception-ი მოხდება და მე დაწეთ რომ აი უფლება არ მქონდა ჩაწერის და რაღაცნაირად მე მოვაგვარებთ. ბევრს აქვს ხოლმე ეგეთი პრობლემა, როდესაც Java აპლიკაციას იყენებენ
თქვათ შეიძლება უბრალო მომხმარებელია, რომელიც ექვემდებარება ვიღაც ადმინისტრატორს და სადღაც კომპანიაში არ აქვს უფლება რაღაც C-დისკიდან C-დისკზე რაღაცის შექმნის. აი გავიხსენოთ ის TSU-ში ხო ეგრეა დაახლოებით რაღაც D-დისკზე შეგიძლია რაღაცები ქნაო და C-ზე ნუ ნაკლებადო და ამიტომაც ჩვენი აპლიკაცია რომელსაც გაუშვებს მოსწავლე ამოუგდებს შეცდომას რომ არ გაქვს permission-იო და ნუ D-დისკზე მოუწევს რაღაცის შექმნა. ეს საკონტროლოზე იყო ხოლმე ეს permission-ის შეცდომები ბევრი. ხო, ნუ ფაილის შექმნა წაშლა აქ მიწერია ორივე. აქ ეს ვარიანტი მიწერია რომ თუ არ არსებობს შექმნის, თუ არსებობს წაშლის. ეს უბრალოდ დავწერე ეს მაგალითი, დიდი არაფერია. ხო, ნუ ეს არის ახალი NIO და ყოველთვის გამოიყენეთ ფაზსით შექმნილი და ყოველთვის გამოიყენეთ ფაილსი აი ამ ფაზზე მუშაობის დროს. ყოველთვის არ გამოიყენეთ რაღაცა ფაილი, თუ ფაილს დაინახავთ ახალ Java-ზე თუ ხართ ესეთი რაღაც გააკეთეთ. File უდრის new file ესეთი რაღაც თუ მიწერია და აქ წერია რაღაცა all txt ფაილია ვთქვათ. ეს შეგიძლია უცებ გადაიყვანო ფაზში. ესე file to faz. ახალი Java გვთავაზობს ამ შესაძლებლობას to faz-ის. აი ესე. ბოლოშია დამატებული თან ეს მეთოდი აი ამ ფაილში. როგორც ჩანს უბრალოდ ეს დაამატეს ახალ Java-ში და მოჩა 1.7-დან. როდესაც ეს NIO 2 გამოვიდა. და პირდაპირ გადავიყვან ფაზში. მოჩა და მე ვიმუშავებ ამ ფაზის სახით. თუ მე მეთოდი მაქვს რომელიც public static void foo მუშაობს ფაზზე, მაშინ მე შემიძლია აი ესე გამოვიძახო პირდაპირ. foo და გადავცე ეს ჩემი ფაზი. მოჩა აი ეს ცალკე მეთოდის დაწერა არ მომიწევს რა public static void foo და მე აქ ფაილს რო იღებდეს რაღაცის გაკეთება არ მომიწევს გადაყვანის შესაძლებლობა მაქვს და მე მგონი პირიქითაც შემიძლია აქ შემიძლია დავწერო to file to path ნუ ეს ცოტა ჩაციკლური რაღაც გამოვა ანუ გადაყვანა გადმოყვანები შეგიძლია date-ის და კალენდარის და local date-ების შემთხვევაში ესე მარტივად პირდაპირ to მეთოდები არ გვაქვს მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ახალ Java-ში to ფაზი და ასევე ფაზის to ფაილი, რომ ფაილში გადაიყვანო. ესეთი რაღაცები შემოგთავაზეს. ხო, ეხლა განვიხილოთ რაღაც პრაქტიკული ამოცანა. ლაბის დავალება არის ესეთნაირი და ლაბის დავალებისნაირი რაღაც ამოცანა შეგვიძლია გავაკეთოთ. რაღაც არის გზაჯვარედინი, რომელზეც მანქანები დადიან. და მანქანები რო დადიან, მანქანების სიარულის ჩანაწერი სერიალიზებულად ინახება რაღაც ფაილში, რომელსაც modify date-ის მიხედვით იმ ფაილის modify date-ი ამბობს რა დროს გადაკვეთა ეს გზაჯვარედინი რომელიღაცა მანქანამ. და ფაილის ჩანაწერი ამბობს სად მიუხვია ამ მანქანამ. რაღაცა enams შეიცავს რაღაც ობიექტის სერიალიზებული ობიექტი არის, თქვათ შეიძლება direction-ი იყოს, რომელიც შეიცავს რაღაც enams, არა direction-ი, ნუ შეიძლება movement-ი იყოს, რომელიც შეიცავს directions, enams, west-ი, north-ი, east-ი, south-ი და ჩვენი ამოცანა იმ ერთ ფოლდერში ჩაყრილი სერიალიზებული აი ამ movement-ებიდან მათი modify date-ის მიხედვით ასევე ავიღოთ და გადავაგდოთ სხვა ფოლდერში, რომელსაც ქვეფოლდერებად ექნება ეს მიმართულებები შესაბამისი და დავალაგოთ მაგალითად აღმოსავლეთის წასულებში ჩავაგდოთ ფოლდერები სამხრეთის წასულები სამხრეთის ფოლდერში და ნუ ჩრდილოეთიდან დასავლეთი რაცა ანუ რაღაც დაულაგებელი ფოლდერიდან გადავიტანოთ ქვეფოლდერებიან ფოლდერში დალაგებულად ხო მიმართულების მიხედვით და ასევე მე მგონი აქ მიწერია რომ ეს modify date ისეთი მივცე რომელიც იმ direction-ში კიდე local date time მოგდა მაგის მიხედვით modify date გავაახლო მეთქი ეგეც მიწერია აქ ანუ თან დავალაგო ფოლდერებში და ფოლდერებში შიგნით თან დავალაგო დროის მიხედვით რომ მე შევძლო მარტივად აი აქ თქვათ date modified-ის მიხედვით დავასორტირო ყველაფერი
ხო, წამების ჯავთვლით. და ნუ სახელიც აქ მიწერია მე მგონი სადღაც მანქანის სახელი შემოვამონცები კი ბატონო. საქაღალდის მონაცემები უნდა იყოს გადაადგილებული საქაღალდის. საქაღალდის ფაილის უნდა მეწეროს, ხო, ფაილის. დალაგებული გადაადგილების დროის მიხედვით. ფაილები უნდა იყოს დალაგებული გადაადგილებული. ხო, ეგეთი ამოცანა არის, ჩვენ შეგვიძლია რაღაც მსგავსი ამოცანა გავაკეთოთ. შეიძლება იყოს რესტორანი და მაგიდების შეკვეთები და ნუ შესაბამის ნომრებში, ნომერის სახელის მქონე ფოლდერებში ჩავაგდოთ. ის შეკვეთები ეგეც შეიძლება. ან მაგალითად პროგნოზირება, რა ქვია მას, პროგნოზი გქონდეს რაღაც ამინდის, სხვადასხვა ქალაქის, სხვადასხვა დროის და ქალაქის მიხედვით გავანაწილოთ, ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. მსგავსი ამოცანაა ზუსტად. ნუ რაღაც გვექნება აქ forecast როგორ არის ხოლმე ეს. Weather, მეცა დავგუგლე სახელი და მოწ. Forecast, კი ბატონო. Forecast იყოს. Forecast-მა თქვას private, ხა ეს გაქართულებები ემართება. Private string არა, მოდი ეს იყოს enam city ერთი ქვეყნის იყოს. ნუ enami ესე იგი არა, ნუ city ერქვას, enami იყოს. და აქ დავწერ თბილისი. ქუთაისი. მაგალითად მდსკ-ჰეთა. მედია ესე იწერება. მერე კიდე რა შეიძლება აქ და ბათუმი. ზუგდიდი. გორი. ხო, ნუ ეს გვეყოფა. თუ ვინმე კიდე თუ რამე კიდე იქნება დავამატებთ. Forecast-ში გვაქვს ეს, მერე გვაქვს თქვათ float-ი რა ანუ იყოს დაბლი. Cell ტემპერატურა. Celsius-ში იქნება ეს. და რა შეიძლება კიდე აქ გქონდეს. თქვათ რა დროს მოხდა ამის გაზომვა. Private local date time. ან local დღიური შეიძლება გავაკეთოთ, არა აუცილებელი სუპერ კომპლექსური იყოს. ნუ ერთი დღის პროგნოზი. რომელი დღის? ნუ date-ი დავარქვათ ამას. ანუ გვაქვს ტემპერატურა ამ დღეს ამ ქალაქში. კი ბატონო. ახლა ამისი რაღაც ბანალური ისინი გავაკეთოთ. პარამეტრიანი. მოიცა ეს თანმიმდევრობა ესე გავაკეთოთ რა ქალაქში რა დროს რა ტემპერატურა აქაც ეს. თავიდან დავაგენერიროთ. მინდა ეს ტემპერატურა ბოლოში იყოს. ეს იმპლემენტი გავუკეთოთ ამასაც. Serializable იყო. ნუ ეს არ არის ახლა ეს enami default-ად serializable არის. ამიტომაც აქ არა საჭირო მივუწერ რომ არის serializable. ეხლა ეს local date-იც არის serializable default-ად. ანუ ყველაფერი რაც მე მაქვს Java-ში ძველი და ახალი კლასი არის serializable-ი. ესეც და პრიმიტიული ვიცი რომ არის. ამიტომაც პრობლემა არ მაქვს. აქ შემიძლია დავწერო public void static final long serial version uid. ნუ აქაც LTL-ი დავწერო. ეს არა აუცილებელი ვიცით ხო? უბრალოდ მე წერო, უბრალოდ დაიმახსოვროთ. ახლა ეს get setters დავუწერ equals hash codes და ასევე toStrings. ესაა ჩემი ინფორმაცია, რომელიც სერიალიზებული იქნება სადღაც ფოლდერში. ნუ თავიდან მე გავაკეთებ გენერაციის მეთოდს.
Ops, აქ main-ი წავშალე შემთხვევით. main. აქ გავაკეთებ რაღაც მაგალითად generate dummy forecast ეს მრავლობითში არაა, მე მგონი many forecast. გაი dummy forecast. int amount, ხო რაღაც რაოდენობას დავითვლი. amount 40 და უბრალოდ აქ random-ს ავიღებ რაღაცას. random rnd new random და ამ random-ს ახლა რაღაც cd გადაეცემ, ახლა არ მინდა არაფერს cd მე თავისი რაც იქნება cd ეგ გქონდეს. super random generator-ი არ მჭირდება მაინც. rnd ნუ აქ secure random-იც მაქვს ესეთი კლასი secure random, რომელიც random-ის გაუმჯობესებას ავითაა, ხო აქ secure random. და ნუ იძახიან რომ ეს secure random-ი jobs გამოიყენოთ ვიდრე უბრალოდ random-იო. ნუ ჩვენც ავიღოთ ახლა ეს secure random-ი მაინც სადემონსტრაციოდ. ნუ აქ ავიღებ next doubles, რომელიც მიბრუნებს ესეთ რაღაცას, ხო? მე მგონი 0-ის ჩათვლით ერთამდე რაღაც ჩაიმას შუალედით, ხო? მე შემიძლია ეს ავდგე, თქვათ, ამას დავუმატო. დავუმატო რა გამოვაკლო, თქვათ 10 შეიძლება გავაკეთო ისე. ანუ ესე რომ ჩავწერო პრინციპში -10 პლუს და აქ პლუს -10 პლუს თქვათ რა შეიძლება აქ გავაკეთო. პირდაპირ მივუმატებ 1-20 მივუმატებ და ეგ იქნება. ხო ანუ ეს დაახლოებით ითამაშებს -10-დან 20-მდე მთელი რაღაც, მაგრამ ეს შუალედში გენერირება იმის დროს როგორ ხდებოდა, ამას ვამრავლებდით მე მგონი, ხო? ეს რო გავამრავლო ამაზე. მოიცადეთ წამით მივგუგლოთ, თქვენ თუ გახსოვთ მიკარნახეთ. Generate random number in range ესე დავწეროთ. by C++ is not enough. ხო, პროცენტი და აჰა. ის დავაკოპიროთ მოდი. ანუ ესაა დასაწყისი, ეს პრინციპში ეს შემიძლია გავიტანო სადღაც. utils აქ დავწერო double public static double random number in range და აქ დავწერო int from int to პირდაპირ ესეთი რაღაც გავაკეთო secure random ესეც static final და ხო, იმიტომ რომ ეს რამდენჯერ დამჭირდება, შეიძლება არ ვიცი და აქაც დავწერ. Next double და აქ დავწერ, ეს არის from ეს არის to +1 ეს +1 იმიტომ რომ 0 ხო, კი ბატონო. ხო, დაახლოებით ესეთი რაღაც გამოგვივიდა. ხო, მე მგონი სწორია ეს, რადგან იქ უწერეთ. და ეხლა ეს გამოვიყენოთ, უბრალოდ აქ დავწეროთ, ეს რანდომი აღარ მინდა. პირდაპირ დავწერ double ტემპერატურა. არის utils in range, აქაც შემიძლია ეს range გადმოვცე, int min temp, int max tempi. ნუ აქ მოდი დიდი სახელები დავარქვათ. იმიტომ tempi temp-თან ასოცირდება ხოლმე ხალხ min temp max. კიდე რა გვინდა? კიდე გვინდა თარიღი. თარიღიც ეგრე ვქნათ.
მოდი ეს ნახოთ რა შეიძლება გავაკეთოთ. აქაც შეგვიძლია local date ესეც ახლა ეს შემთხვევითად უბრალოდ ეს მოდი არ გვინდა ეს ტემპერატურები გადმოიცემოდეს. ახლა თარიღით შეიძლება ვთქვათ აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ, ხო შეიძლება ვთქვა local date ვთქვათ from date local date to date. ანუ ეს till date იმდო ჩათვლით. და ამ შემთხვევაში ეს თარიღიც შეგვიძლია აი აქ util-ში გავაკეთოთ რაღაც მეთოდი, რომელიც random date in range. და აქ დავწეროთ from date till date. ამან დააბნოს ეს ხა ეს create მეთოდი მიხვდება რაც უნდა შეექმნა. და ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ აქ იგივენაირად rnd next random number in range random მოიცაკ random double in range იყოს და random int in range-იც გავაკეთოთ. Random int in range from 2 int next int ამას upper bound-ი კი გადმოეცემოდა. მაგრამ ნუ ესე იყოს. ეს ან null-ს ან 1-ს დამიბრუნებს. ამ შემთხვევაში ხო აქ თუ ეს int-ის შემთხვევაში სხვანაირად გვექნება, ხო? ეს იქნება from და აქაც +1 ჩათვლით თუ გვინდა. ანუ ეს დააბრუნებს ნულიდან აქამდე, აქ რადგან ნულიდან არის, ხო, მივუმატეთ ეს და ამას თუს მინუს რომი. ეს გვჭირდება აქაც და მე მგონი +1-იც ჩათვლით აქვე ესე. ეს აქ კი არა. აი ახლა ესე. ხო, ლოგიკურად მე მგონი ეგ არის კი. არა, პრინციპში შიგნით რო გვექნა ეს გამოკლება და ეს მიმატება. ეს ისეთ რამეს მომცემდა რაც რომ მიუმატე. ხო, ესეც საკმარისია. კი ბატონო, და ახლა აქ ავდგები, ვიტყვი next ჩემი random integer in range აქ ვიტყვი from date get day აქ შემიძლია ეს days რო ავიღო plus days minus days მაგრამ ეს თარიღები საიდან სად თიწამით days until I პირდაპირ მაქვს აქ exclusive days until period step ბაის ნახოთ ეს გვიბრუნებს ამის ის ჯავადოგი ატო ამაკ აი ამის ჯავადოგია აქ უკითხეთ წამებშიო გადავიყვანოთ date და მე რო დააგენერირებს ახრიდან date-შიო გადავიყვანოთ კი ეგეც შეიძლება მაგრამ აქ რაღაც მეთოდი ვიპოვე რომელიც days until-ს აბრუნებს ანუ მე შემიძლია შუალედში ვნახო რამდენი დღე მაქვს და მე ავირჩიო მაგალითად იმ დღეების რაოდენობის მიხედვით და მივუმატო ეგ დღეები და ეგ ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს. უბრალოდ აქ ეს პერიოდი default-ად რას აკეთებს, ამას დავაწვევი ახლა და შიგნით ვნახავ რასაც აკეთებს. ეს აკეთებს თავის გამოძახებას არ აკეთებს days until-ის. კაი, ნუ ხელი ეს დავამატოთ მეც ესე ვქნათ. From-იდან days until აქამდე მაგრამ მე ჩათვლით მინდა ანუ ამას plus კიდე plus days ერთი დღე მივუმატოთ და პერიოდი რა იქნება ჩემ შემთხვევაში period ეს პერიოდი რისთვის არის გაცმარცეთ
თარიღებს მიბრუნებს ეს. აბა მარტო ეს რას მიბრუნებს? ეს მიბრუნებს, ესეც თარიღებს მიბრუნებს. არა, თარიღები არ მინდა. წამით. მართალი ხარ, მოდი აბა იქნათ. To epoch day. მერე ამას minus from არა tills ამას minus ეს from-ი ეს რაღაცას მომცემს რაღაც epoch რაღაც მეთოდი ყოფილა days-ი მაგრამ ეს ახლა აქიდან ამას ეს რასე წერტილებით მაგ მოხსნეს რას ამბობ მოიცა არის მისი ვინმე ამბობდა რამეს შოთა შენ ხო არ ამბობდი მოიცა ისე მიუგუგლოთ ჩვენც კიდე Java generate random local date in range აბა შევხედოთ ლინკი ჩავაგდე იმაში. რა თქვი, ლინკი ჩააგდე? აი, ეს local dates იყენებს. Days between. ეს days საიდან აიღო მან? ჯოდა რაო? Java API temporal chronoutil. Vai შევხედოთ ამ ჯიგას. Between. ეს between-ი სად გვაქვს? რა კლასია? ძალიან კაი. ანუ შეგვიძლია days between. ნახე რა კარგად ყოფილა. From date till date. ძმო, ოფილა. არ გვინდა არაფრის გამოგონება. Days between. და ეხლა უბრალოდ აქ ვიტყვი 0-დან აქამდე. მაგრამ ეს ლონგი არის აქ, მოდი ვიცი მე რომ int-ი ეყოფა, ამიტომაც დავქასთავ. Plus day. და უბრალოდ ეხლა აქ ავიღებ local date from from-ი არ უნდა პრინციპში აქ from dates plus days plus day. ამ პრინციპში აქ რადგან ეს შემიძლია პირდაპირ ჩავაგდო, ზედმეტ ცვლადები არ გვინდა. და ეს მომცემს, ვიცით ხო, ეს მომცემს უნიკალურ რაღაც ახალ თარიღს, ეს არის random date-ი, რომელიც პირდაპირ შემიძლია დავაბრუნო ესე. ძალიან კარგი. ანუ ამ chronoutil-ში გვაქვს რაღაც final chronoutil ეს enamia, რომელსაც როგორც ჩანს კარგი მეთოდები აქვს. თან აქ მე მგონი days მაგივრად შემიძლია decades ავიღო და სხვა რაღაცები, ხო, მანძილიც. Cool. ეს დავიმახსოვროთ კარგად. Chronounit. Okay. ეს რომელი ჯგიდან არის? Chrono. Java time პაკეტიდან იყო. ახალი რაც ახალში არის. Java time temporal-ში chronoutil. და ის between მეთოდი აქვს. და კიდე რაღაც მეთოდები აქვს, duration და რაღაცები. კაი, ახლა გადმოვიდეთ main-ში და ეს პრინციპში ეს გამოყენებული გვაქვს. და ახლა კიდე რა გვინდა? კიდე გვინდა ეს city. და აქ city შემიძლია როგორც ამ util-ს აქვს მაგალითად თქვა give me random რაღაც ესეთი city public city random ესე რა ვქნა. მაგრამ ეს ახლა ამისი რენდომიზაცია აქ არ მინდა. util-ში ჩავაგდებ ისევ.
public static city get random city. Abidabი random city. და აქ უბრალოდ დავდგები და ამ rnd next კი არა, აქ რაღაც მეთოდები უკვე მაქვს. Random integer in range 0 და ეს ჩემი city წერტილი values finals და უძრა მაინც values and cities ესე გავაკეთებ. და ეს იქნება return city cities ესე. Oops. ესე გავაკეთებ. ეს თუ შემიძლია მოვაშორ არა იყოს. და ეხლა მეინში აქ გადმოვა city ეს იქნება deals. Ну, ეს თქვენ შეგიძლიათ ეხლა ეს random გენერაცია ესე არ ქნათ, super random-ი რო იყოს, ან თქვენ ხელი ქნათ. ან პრინციპში ეს კოდი გექნება და ჩააფეისტებ და რაღაცებს შეცვლით. Ну, ქვეყანა შეიძლება არ იყოს და სხვა ინფორმაცია იყოს. და ეხლა აქ პირდაპირ შევქმნი, აქ შემიძლია ფაინალები ვუწერო აქ. არ ვიცი, ზოგი უწეს ხოლმე რომ ვაიმე არ შევცვალო შემთხვევითო. მაგრამ ну, მე რადგან აქ პირდაპირ ერთხელ ვიყენებ ეს ფაინალს აღარ დავუწერ. ზედმეტი არ. ეს ვაკეთებდი. ხო, ეს ჩემი forecast. Forecast იქნება new forecast თან ეს რო ვაგენერებ აქ void-ი რომ აქ lists გავაკეთებ forecast. ან set-ი. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. List forecast და forecast-ებში დავამატებ პირდაპირ new forecast. ჩემი city, ჩემი date და ჩემი ტემპერატურა. ყველაფერი მაქვს. Ну, შემიძლია ახლა ესენი აქ ჩამეგდო ხო კიდე შიგნით. ესე გამეკეთებინა. პირდაპირ. ტემპერატურა S, date S, city S. Ну, ესე შეიძლება უფრო კითხვადი ჩანს. Forecast-ებში ვამატებ forecast და randomly გენერირებული რაღაცებით. მე ბოლოს ვამაყობ ამ forecast. კაი, ახლა უბრალოდ დავბეჭდოთ ეს forecast-ები. Generate dummy forecast-ები. მაკრას გადავცემ. რომ დავდენო, თქვათ 10 ცალი, ტემპერატურა -5-დან, თქვათ 30 გრადუსამდე, ან 35-მდე. და თარიღი იყოს local date of and now minus days and months იყოს. არა days იყოს, ძალიან ბევრი ფაილი შეგვექმნება. 5 დღე მინუს და პლუს 5 დღე კიდე. აქ სორტი შემიძლია თარიღის მიხედვით თან უქნა, რაც ნუ ამ შემთხვევაში არაფერში მჭირდება. კომპარატორი აქ ესე გავქნა. return ეს თასია. ეს void-ია ხო თუ სწორად მახსოვს და ამიტომაც აქ შემიძლია მე forecast სისტემა აქვს. თარიღები ნახოთ აბა. ხო 2, 5 და ასე შემდეგ. და რაღაც ტემპერატურებიც მაქვს, double-ში -4-ები. რატო ყველა -4 გაცმარიც რაღაც. არასწორად ხო არ ვანიჭებ.
მინუსი და პლუსი მაქსიმუმ ტემპერატურა from to next doubles ვაკეთებ, რომელიც აბრუნებს. The method next double is implemented by class random as if by next pseudo random nulli and eti from this random non-geometry sequence. კი ბატონო. და მერე პროცენტი ამას ვაკეთებ და from-ს ვუმატებ. და რატომღაც ყველას მიანიჭა -4. Strange. მაშინ ინტეჯერად გადავაკეთოთ. შეიძლება რაღაც ისევ არასწორად გვიწერია. უცებ რა ვქნათ ეს გავაინტოთ. აქ შედარება და ეს მოდი ისე მოვაშოროთ. და მერე ეს იქნება random integer in range. 6 11 ეს მუშაობს ნორმალურად. კაი იყოს ინტეჯერები იყოს. კი ბატონო. და ეხლა რა გვინდა? ეხლა უბრალოდ გვინდა რომ ესენი რასაც დააგენერირებს პირდაპირ რაღაც თქვათ create forecast folder with entries. ესე გავაკეთოთ. და ამას შექმნას ეს forecast-ებისთვის folder-ი. ანუ ამან უნდა შექმნას, ეს folder-იც აქ შეგვიძლია დავწეროთ private static final path folder as root folder root forecast folder. Nu აქ შემიძლია პირდაპირ paths get forecasts folder-ი შევქმნათ აქ. ეს folder-იც თავისით შექმნას თუ არ არსებობს. If is files exists not exists გვაქვს. მოიცეს რატო გვაქვს ეს მეთოდი. კი ბატონო. როგორც ჩანს ეს მეთოდიც გვაქვს, ეს მე მგონი ახალ რაც ვერსიაში შემოიღეს ეთყობა აქ ვერსია თუ უწერიათ სადმე. არ უწერიათ. კაი. თუ ეს არ არსებობს, მაშინ files create directories შეიძლება subfolder-ები იყოს, მაგ შემთხვევაში directory იმუშავებს მიმდინარე არსებულში რო ქმნი folder-ს, მაგრამ folder-ებს თუ ქმნი არასებულებში, არასებულ მშობელ folder-ებში, მაშინ ეს directories უნდა გამოიყენო. ნუ რადგან მე არ ვიცი სად რა მეგდება, ამიტომაც ამას გამოვიყენებ. ეს ისვრის exceptions, გარეთ გავისვრი, ეს შეიქმნა და ამის შემდეგ მე მინდა სერიალიზაცია გავაკეთო, ხო, ანუ try ანუ ჯერ იტერაცია გავაკეთოთ, მოდი. Forecasts for ციკლი მერე ვიტყვი რომ მე მინდა შევქმნა try აქ input output ესეთი რაღაცა და მე ხო ვიცი რომ შემიძლია files new output stream-ი გავაკეთო ამ ჩემ forecast თუმცა forecasts ფაილის სახელი ხო არ ვიცით ფაილს დავარქვათ და შეიძლება ფაილს დავარქვათ ფაილს პრინციპში ამ შემთხვევაში რა უნდა დავარქვათ რაღაცა randomly რო დავარქვათ მაგალითად რამე GUID გამოვიყენოთ აქ ესეთი რაღაც გავაკეთოთ UID გვაქვს Java-ში და ამას აქვს random UID two string რაღაც random რაღაცა იქნება თუმცა ამაში
იმედია ფაილის სახელს ხო რაღაც სპეციფიური სიმბოლოები არ უნდა ჰქონდეს, იმედია ეს არ დააგენერებს ისეთ UID-ს, რომელსაც რაღაც ცუდი სიმბოლოები ექნება. ვთქვათ random file name ესეთი რაღაც იყოს. Random file name ერქვას. და გაფართოება ჰქონდეს, აქაც extension-ი დავწეროთ ხელით ეს private static string forecast file extension რაც ესეთი იყოს. წერტილი ან წერტილის გარეშე იყოს. და წერტილს მე მივამატებ. ხო, რა დავარქვათ ამას? forecast FC was forecast. ანუ აი ამ extension-ის მქონე იქნება random file name plus წერტილი plus forecast. და ეს file output streams მე ვქმნი. ეხლა ნახეთ, მე მინდა მშობელი ფოლდერის მიხედვით გავაკეთო მე მივამატო ამას რელატიურად აი ამ ფაზის მიხედვით სხვა რაღაცა, ხო? ანუ აქ შემიძლია გამოვიყენო resolve და resolve-ი ზუსტად მაგას აკეთებს. აი ამ მისამართიდან გამომდინარე სხვა რაღაც მისამართი ამ შემთხვევაში პირდაპირ ფოლდერის სახელი. And this output stream. No output stream-ი მაქვს, ნუ ეხლა ეგ files გამოვიყენებ, file output stream. თუმცა ეს სტრიმების გამოყენების გარეშეც ხო პრინციპში object ჭირდება სერიალიზაციისთვის, ხო? მე ამ object output streams გადავცემ ამას. ხო, ანუ ნორმალურად ამისი new output stream-ი შევქმენი, სახელის resolve-ი გავაკეთე. აი ამ ჩემი სახელით, ანუ root folder-ში აი ამ სახელის მქონე რაღაცისთვის output stream-ი გავაკეთე. აქ შემიძლია ასევე დავამატო აუცილებლად ის ჩემი open option-ი. შემიძლია დავწერო standard open option და write-ი მოიცა create-ი დავწერო. თუ არ არსებობს შექმნას new. ნუ არ დაემთხოვა სინამდვილეში ამდენიც აქ create-ს დავტოვებ. ასევე მივამატებ იმას write-ს. ამიტომ GUID წესით ისეთი არ უნდა დაემთხვეს ხო ერთმანეთს. თუ დაემთხვა, აი create new-ს გავაკეთებ. ამას default-ად რაღაცა აქვს ხო? აქ რო ჩავხედოთ. ამას default-ად აქვს. If no options are present, then create it, truncate existing და write. ამიტომაც რადგან default-ად რაღაცები აქვს, შემიძლია ეს create it, truncate და ეგეთები თუ აქვს და თან write-იც ეს წავშალო. და ვიცი რომ write უფლება მექნება შექმნის, თუ არ იქნება და truncate-საც უგზავს, ანუ გადააწეს თუ არსებობს უკვე. და უბრალოდ აქ object output stream write object ეს ჩემი forecast-ი. მორჩა, ეს დამიგენერებს რაღაც დებილობებს აქ შემიძლია ვთქვა რომ ეს შეცდომას გარეთ და მე ჩემი ამოცანა sort forecast entries არა sort-ი არა, ეს არის პირვანდელი სიტუაცია, ანუ რასაც შეიძლება მე გთავაზობდეთ, ან თქვენ ხელით გააკეთოთ. ეხლა ამ მოკითხვის ლოგიკა გვინდა, ხო? ანუ read forecasts into list. ნუ ეს შეიძლება იყოს ეს იმას სახელი შევუწოდოთ. Pre-existing forecasts. ხო, ნუ ან existing ერქვას, existing forecasts. და აქ დავწერ სხვა lists. ეს იქნება red forecasts. ამ პრინციპში აქაც შემიძლია მე დავწერო მეთოდი. დავწერო read forecasts
და ამან ამოიკითხოს files. ნუ აქაც იგივე ლოგიკა იქნება დაახლოებით. აქ მეწერება თუ not ups აქ რა მიწერია. ხო, თუ არ არსებობს ეს ფოლდერი ან ანუ ფოლდერი თუ არ არსებობს, პრინციპში აქ გავაკეთებ throw illegal argument-ი, მოდი აქ ფოლდერი გადმოეცე, მოდი ზოგადი მეთოდი იყოს path folder. ან root path. root path-იდან გააკეთოს. path does not exist. ესე. ხოლო თუ არსებობს, უბრალოდ მის შიგთავსზე მიწევს აქ გარბენა files. აქ walk მეთოდი მაქვს, რომელიც უბრალოდ სიღრმეში თუ როგორ აკეთებს, ეს არ მახსოვს, სიღრმეში თუ სიღრმეში, ნუ მაგალითად შემოივლის ფოლდერს, მის ქვეფოლდერებს და ასე შემდეგ. და აქ walk-ში შემიძლია აქ depth-ი გადავცე. ეს depth-ი ახლა არ მახსოვს 1 დონის მინდა მე 0 რა არის 1 არის, ნუ მაგას გავარკვევთ. მე მინდა რა ფოლდერში, აი ამ root path-ში და თან ასევე not exist-ის გარდა მე შემიძლია შევამოწმო files დირექტორია, უნდა იყოს ეს root path-ი. მაგ დირექტორიას აქ არ მომოწმება გქნია. და ეს თუ არ არის დირექტორია, აქაც გავისვრი რომ path should be a directory. აი ესე იყოს. და აქ walks ვაკეთებ. აი ამ root path-ზე, რომელიც დირექტორი არის, სიღრმე რომელი იყო ეს სიღრმე? ბადებზე ვნახოთ. პარამეტრები maximum number of directory levels to visit. ნუ one directory level-ი იყოს. ეს ნიშნავს მე მგონი რომ იმ დირექტორიაში შიგნით რაც არის იმათ გაივლის. 0 თუ არის არაფერს არ გაივლის მე მგონი. ერთი ნიშნავს მარტო იმ პირველ დონეს გაივლის და ქვედონეებში არჩევა. რაც მე მინდა ზუსტად. და მე მგონი აქ კიდე ნახოთ აბა ეს exceptions მწერს, ხო? ეს exceptions ისვრის და walk-ი მიბრუნებს მე streams, რაც ნუ არ გაგვივლია ჩვენ. და რამენაირად ეს სხვანაირად რო გადავაკეთოთ ეს walk-ი არ გვინდა. ნუ walk-ის ალტერნატივა ვიცით ხო კლასიკური ძველებული ის ფაილის ლისტი. მაგალითად მე შემიძლია ავდგე და ვთქვა root path to file და მე აქ თქვა list და list files და მე filter გადავწე. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ, რადგან walk-ის stream API რაც IO stream-ზე არ მაქვს საუბარი, ანუ სხვა რაღაც stream API არის, რომელიც ნუ ნაკადებს ქმნის, არა IO ნაკადებს, არამედ უბრალოდ რაღაც სხვანაირი წარმოდგენის რაღაც ნაკადებს list-იდან, სხვა რაღაც ობიექტებიდან, რომლებიდანაც შეიძლება რაღაც ნაკადები შეიქმნას, მასივიდანაც შეგვიძლია შევქმნათ რაღაც მე arrays შეგვაქვს ესეთი რაღაც arrays stream. შეგვიძლია გადავაქციოთ stream-ად და მე დავამუშაოთ ეს ნაკადი როგორც რაღაც ოპერაციების გამოყენებით და ანუ x lambda expression-ებს ვიყენებთ მაგ ოპერაციებში რომ უკეთესად დავწეროთ კოდი. ამიტომაც რო არ ჩავიხლათოთ ეს გამოვიყენოთ list-ი. უბრალოდ list file-ი გამოვიყენოთ და list file filter-იც გამოვიყენოთ. აქ დავწეროთ file filter-ი და file filters უბრალოდ აი ამ path name-ის მიხედვით path name შეიძლება აქ არის and to get name-ი და and with-ით შევამოწმო უბრალოდ გაფართოება ეს fc. ეს თუ მთავრდება ეს ფაილის სახელი წერტილი fc-ით და ასევე ეს path name is file and ეს პრედიკატ ფუნქცია უბრალოდ ანუ რაღაც
ფაილის მიხედვით, რომელსაც უყურებს კონკრეტულ დირექტორიაში, არის თუ არა იგი acceptable, ანუ დავაბრუნო თუ არა იგი ლისტში ფილტრაციას აკეთებს და ფილტრაციაში ვიზახილო თუ არის უბრალო ფაილი და მისი სახელი ბოლოვდება fct და იმედია ეს სწორად იმუშაოს. მოდი აქ შევხედო ამ names ეს strings აბრუნებს და ეს მეუბნება რომ name of directory კი ბატონო. ანუ ეს გაფილტრავს და მიბრუნებს მე sub files და ნუ ამ sub file-ებზე მე გავაკეთებ for cycles და აქ რა თქმა უნდა მე ფაზი მომწონს, ამიტომაც აქ sub phase რავი ახ ფაზი დავარქვათ უბრალოდ ან forecast phase და sub files გადავიყვან phase-ში. phase-ზე ვიმუშაო. ესა მარტივი ვარიანტი და ამათი ამოკითხვა მოხდება ჯერ მოიცა აქ თავში შევქმნათ ეს ლისტი. და ამათი ამოკითხვა მოხდება იმ მსგავსად, ხო, აქ დავწერ try, აქ დავწერ input stream, ეს არის files new input stream. ამასაც read option-ები default-ი აქვს, open option-ები. ამიტომაც შემიძლია პირდაპირ ეს გადავწე, შემაინც ჩავიხედო ამის doc-ში და ვნახო რომ ეს read-ი default-ად არის. ამიტომაც პრობლემა არ მექნება. საკითხვის უფლება იქნება და მე აქ object input stream ნუ აქ ეხლა გონიათ რომ ნახე ამდენი კოდი წერიაო ვაიმე უბრალოდ Java-ში იცოდეთ რომ ბევრს წერ, მაგრამ დიდი არაფერი, ანუ უბრალოდ შემოწმება წერია აქ და რაღაც გადაყვანა გადმოყვანები, რომელიც ნუ შეგვიძლია დავაკომენტაროთ კიდევაც. Using file class ვიყენებთ list files method iterate over fc files ესე და აქ iterate ანუ აქ შეგვიძლია ვთქვათ return get files using what is ესეთი რაც შეგვიძლია დაწერო. მე აქ შეგვიძლია დაწერო თქვათ iterate over sub files and თქვათ deserialize them and store them into list. მას ეს ნუ შეხედავ ნუ მიხვდები რა რას აკეთებს. exceptions is race. ხო, რადგან მეთოდი ესეთი მაქვს, რომ ვიღაცა გამოიძახებს, exceptions იმ გამომძახებელს ვესვრი. მე არ ვამუშავებ, იმიტომ რომ მე მინდა რომ უფლება მივცე, ვინც მე მიძახებს, იმან დაამუშავოს. რაც კი exceptions მე გავისვრი და არა მე, იმიტომ მე რო დავამუშავო, მაშინ მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაში არ ვიღებ. შემიძლია რაღაცა სხვანაირი ვარიანტი გამოკეთებინა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში თუ რაღაცა ვერ მოხდა ერთი ფაილისთვის, მაშინ გაჩელდება ეს, ხო? ეს პროგრამა გაისვრის exceptions. ეს მეთოდი არ გააგრძელებს. მე შემეძლო გამეკეთებინა ესე exception-ების ლისტი დამეწერა აქ. და მაგალითად თუ ერთისთვის მოხდებოდა, მხოლოდ დამებრუნებინა აქ ლისტი, ამისი ლისტიც და თან იმ exception-ებისაც და მე ვიღაცა მიხვდებოდა, რომ რაღაც exception-ი მოხდა კონკრეტულისთვის და დანარჩენებისთვის არა.
ეგეთი ვარიანტი შემიძლია გავაკეთო. ან მე მგონი ის reactive programming-ში შეგვიძლია რომ აი on next-ით წარმატებულები და მერე error-ის ვარიანტი გავაგზავნოთ ერთი ფაილისთვის, ერთი ჩანაწერისთვის. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ესე გავაკეთოთ მარტივად. თუ ერთი ფაილი ცუდი იყო, ყველაფერი გაჩერდება. სხვა ფაილების წაკითხვა აღარ მოხდება. და ეხლა აქ რას ვაკეთებთ? ბოლოსში ვაბრუნებთ forecast-ებს. ნუ აქ შეგვიძლია უბრალოდ ეს დაგენერების ნაწილი ვნახოთ ჯერ. წესით ერთხელ დაგენერირებული როა ესენი. ნახეთ აი ეს უნიკალური global ანუ universal UID ხო ეს გენერირდება თარიღის გამოყენებით და კიდე რაღაცების და ვიღებთ ესეთ ჩანაწერს, რაც უნიკალური არის და წესით რამდენი ცალი დავაგენერეთ აქ 10 ცალი 1 2 3 4 ხო 10 ცალი არის, ანუ უნიკალურია ყველა. და ეხლა ეს დავაგენერე, ეხლა აღარ მჭირდება ეს რაღაცა გენერაცია, ეს აღარ მჭირდება. წავშალოთ, დავაკომენტაროთ და ეხლა წაკითხვის ლოგიკას გავაკეთებ, რომ ნახო მუშაობს თუ არა სწორად. ან გადავცემ ამას forecast folders. ეს ისვრის exception-ებს და ამას გარეთ გავისვრი. ამას დავბეჭდა, ამას გავუშვებ და ეხლა უნდა ვნახო უბრალოდ რომ რაც აქ ჩავწერე, ისინი ამოვიკითხე, კი ბატონო. და ეხლა იწყება ამისი დალაგების ლოგიკა. ანუ მე მინდა დავალაგო თქვათ sort მოიცა sort როგორ თქვით ხო sort თქვა sort forecasts in folder. და ეს ფოლდერი იყოს ეს forecast folder-ი არა მოდი სხვა იყოს. Forecast folder აქ მეორე შევქმნათ output folder, რაღაც output folder. ამ output-ში sorted რაც. ესე დავარქვათ. ეს void მეთოდი იქნება უბრალო. და ამ root path-ში უნდა გააქანოს. ეხლა ეს root path-ი შეიძლება არ არსებობდეს, თუმცა მსგავსი ლოგიკა უნდა იქნებოდეს აქ. როგორც შექმნის დროს. If not exists ეს ვიღაცა create directories და რო შექმნის ამას შემდეგ მე რა უნდა გავაკეთო. ეხლა შეიძლება ისეთ სიტუაცია იყოს, ნახეთ, როდესაც ეს შექმნილი უკვე მაქვს და შიგნით რაღაცები მიყრია. და მაგ შემთხვევაში მე მინდა რომ შიგთავსი გავასუფთავო. ამიტომაც ეგეც დავწეროთ. თუ არ არსებობს რაღაცა სიზამს ანუ აქ დავწერ if files exists as forecast კი არის. აქ forecast-ი მიწერია სადღაც. ხო. მოდი ესეც განვაზოგადოთ. ესენი path root path. ესე. და ეს extension is string file ext. ეს განვაზოგადოთ. და ამისი გამოძახება რაზეც ხდება? ამის გამოძახება აქ ხდებოდა, მოდი შევცვალოთ ისე. Forecast folder, forecast file extension. ეს ცალ-ცალკე რო ჩანდეს. ხო, ეს დავაკომენტაროთ ისევ. ესეც განვაზოგადესავით ეს მეთოდი. ეს ამისი ის როგორ ხდება ხოლმე, ესე ხდება ამისიც. და რა გვინდოდა ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეს თუ არსებობს root path-ი მაშინ წავშალოთ. იმიტომ რომ მინდა გადავაწეროთ, გავაცარიელოს შიგნით ყველაფერი და წავშალო. ანუ აქაც რაღაცნაირი ეს იტერაცია მჭირდება და გათავისუფლება. ან პირდაპირ შემიძლია files delete no აქ if exists ესეც ქონია. მე მგონი ეს შემიძლია პირდაპირ გამოვიყენო.
თუ არსებობს წაშალე. Delete a file if it exists. Immediate as წამიშლის folders. If the file is a directory, then directory must be empty. Ui, царიელი უნდა იყოს, კი ბატონო. მაშინ ეს არ გამოგვადგება. მაშინ ნუ იტერაცია გავაკეთოთ. ესე. List files. ნუ აქ არ აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება, path-ში გადავიყვან. Files delete წავშლი ამას. ნუ რა თქმა უნდა ვივარაუდოთ რომ ეხლა აქ კიდე ფოლდერი არ გვაქვს, იმიტომ იმ ფოლდერის მაშინ კიდე ქვე ციკლის გაკეთება მომიწევს. ამიტომაც ნუ თქვათ რომ უბრალოდ იმ ფოლდერში ესეთი ჩანაწერებია. მეტი არაფერი. აქაც შემეძლო შემოუწევინა მარტო FC-ები რო წავშალ, მაგრამ ნუ სხვა ყველაფერსაც წავშლი. და ეს თუ არსებობს root path-ი, უბრალოდ შიგნით ყველაფერს წავშლი. მოჩა. და თუ არ არსებობს ზოგადად forecast-ი, მოდი ესეც დავწეროთ აქ. Forecast-ი არამედ root path-ი. მაშინ შევქმნი უბრალოდ. Create directories გამოვიძახებ. Files create directories root path. ეს წაშლის შიგთავს, ეს კიდე თუ რამეა და არ არსებობს და პირველად უშვებ, შექმნის цариელს, ამ ფოლდერს. ეხლა ესენი წავშალოთ. არა ეს არ წავშალოთ, ესენი იყოს. ქვემოთ ჩავიტანოთ, შემო რაღაცაში დაგჭირდეს. ეხლა რა გვინდა? ეხლა მე მინდა შევქმნა ქვეფოლდერები ქვეყნებისთვის, რომლებიც ფიგურირებენ ჩემ ენამში. ანუ მე მინდა ui აქ forecast-ების გადმოცემა დამავიწყდა. Path-ი მოდი ჯერ forecast-ები ეწეროს. Forecast-ები გადმოვიცემა. ნუ ამ forecast-ების მიხედვით მინდა გავირბინო. და მინდა ამ forecast-ის get city გავაკეთო. ნუ ეს city შეიძლება აქ პირდაპირ get city get name-ი გავაკეთო აქ. name-ი გამოვიძახო. city name. და lower case-ი ვუქნა თუ lower case, იმიტომ ნუ ეს lower case localis ეს locali გვინდა. default locali რაც ანუ მით გააკეთოს. თან ლოკალიზაცია არ გვაქვს, ისე კაი იქნება რომ მე ბოლოსკენ გაჩვენოთ როგორ ხდება Java-ში. მით სადმე ჩავიწერო. კაი, ნუ მე მგონი გამახსენდება. ანუ ლოკალიზაცია ვიცით ხო რაც არის internationalization-საც ეძახიან, რაც სხვადასხვა ენაზე რო დაწერო შენი აპლიკაცია. და მე Windows-ის ოპერაციული თუ აქ ქართულად, ქართული ვერსია გაგეხსნება აპლიკაციის. თუ ინგლისურია ინგლისური და ნუ ისი მხარდაჭერაც გექნება. თუ ისეთი ენა არის ოპერაციulis, ან ისეთი მიუთითე მაგ locals, რომელიც შენ არ გაქვს, შეიძლება default locali გქონდეს, მაგალითად ინგლისური და თუ ჩინური, ანუ ჩინეთს ინგლისურად აჩვენებ default-ად. ხო, ნუ ეგა ლოკალიზაცია და ეს Java გვთავაზობს მექანიზმს მაგის გაკეთების სხვა რაღაც ბიბლიოთეკების გამოყენების გარეშე. კაი, ეს city ავიღე, ხა ეს უნდა შევქმნო ფოლდერი. ანუ აქ უნდა დავწერო if files not exists paths paths are principally ჩვენი root path-ი resolve ეს city name-ი თუ არ არსებობს, მაშინ შევქმნი. ანუ აქ დავწერ files create. ნუ აქ ერთი დირექტორია იქნება, მე ვიცი, ამიტომაც პირდაპირ დავწერ root path resolve. ხა resolving-ი აქ ბევრჯერ ხდება, ამიტომაც ამას ავიღებ და ბევრჯერ დამჭირდება ამის resolving-ი. შევინახავ, ის იქნება city path. ეს city path არ city folders და ვარქვა ამას. ესე. ნუ აქ resolve, ეს resolve-ი აღონდა შექმენი ეს. და ეხლა ეს შეიქმნება, მე რა მინდა? მე მინდა უბრალოდ შიგნით ჩავაგდო
აი ეს კონკრეტული forecast-ი. ანუ მე მინდა ავდგე და try files output stream. ეხლა თქვენ შეიძლება იფიქროთ, ნუ პირდაპირ movie რო გავაკეთო, ხო, აი ეს files copy რო გავაკეთო IT-დან მეორეში. ნუ ეს არ მაწყობს, იმიტომ რომ მე ამოცანაში მიწერია, რომ სახელში მოიცა აპენდიცებში ეგ შეიძლება, მაგრამ მე რა გავიგო. მოდი სახელიც შევუცვალოთ, უფრო ადამიანური სახელი მივცეთ. პირდაპირ იმ სახელში ჩანდეს რა შეიძლება ჩანდეს. მოიცა forecast-ში ჩავიხედოთ. სახელში შეიძლება ეს აღარ მინდა, იმიტომ რომ folder-ში ფიგურებს. თარიღი ჩანდეს, უბრალოდ რაღაც ჩვენი ფორმატირებული თარიღი და ტემპერატურაც ჩანდეს. მაგრამ ეგ თუ ჩანს, პრინციპში შიგნით სერიალიზებული ინფორმაცია რა თქმა უნდა. მარტო თარიღი ჩანდეს სავით მაშინ და ასევე update date-იც იყოს შესაბამისი, last update-ი მაგ ფაილის. ამიტომაც ეს copy არ გამოგვადგება. ამიტომაც აქ ძველებურად output stream ესე გავუტოლებ. აქ დავწერ SCG folder-ის resolves და აქ დავწერ აი ჩემ output file name. ნუ output file name-ი ეს ან პირდაპირ file name ეს იქნება აწყობილი ჩემ გემოზე. ნუ ჩემ შემთხვევაში ეს იქნება forecast-ის get date-ი. ეს იქნება ფორმატირებული რაღაც ჩემი date time ფორმატერით. რომელსაც აი აქ დავწერ. Date time formatter. მას დავაქმნე output file formatter და ეს date time formatter of pattern. ნუ აქ ახლა აკაც ნახე ლოკალი გადაეცემა ბევრგან, სადაც კი string-ი, ანუ რაღაც სახელწოდებები, რაღაცები გენერირდება. ნუ ამ შემთხვევაში აქ მარტივად გავაკეთებ, გავიღებ. შემიძლია ესეთი სახით ავიღო, ეს ნებადართული იქნება. პირდაპირ რაცა d m და u. ნუ აქ დავწერ d m. ეს მე მგონი ეს დიდი 120 იყო, ხო? აქ მაგალითში 3 მოიყო. კი ბატონო. აჰა. ესაა ჩემი ფორმატერი. თქვენ შეგიძლიათ თქვენნაირი ფორმატერი გააკეთოთ, თქვენი შესაბამისი, სად ვიყავით დავიღალე. აი აქ სახელს ვაკეთებდი სადღაც. აი აქ. ჩემი ფორმატერით. მოიცა. და თან გაფართოებად შემიძლია აქ მივუწვით რომ FC-ა ისევ. ანუ ამას plus წერტილი და plus ეს ჩემი extension-ი. ესა file name. File name-ის resolves გავაკეთებ. მისთვის output stream შევქმნი, ვიცი რომ შექმნის ეგ output stream-ი, მე აქ დავწერ object output streams. გავაკეთებ სერიალიზაციას მასში. ამ ჩემი forecast-ის და ახლა ყველაზე მთავარი, ნუ შემიძლია აი ახლა რადგან შექმნილია ეს ჩემი ფაილი, ავდგე. აი ეს resolve-ი აი აქ რო გავაკეთე, ეს ავიტანო, იმიტომ რომ რაღაცაში დამჭირდება. ეს არის forecast file, ესე დავარქვათ. აქ forecast file-ი და ეს forecast file-ის update, მოიცა set last modified time-ი. და ამას გადავცემ ეს file time-ი, მოდი ეს file time-ი ვნახოთ. Is from instant, from millisecond. აბა ესეთი რაღაც ვქნა, local date time now to instant. და ეს zone offset UTC ესეთი რაღაც.
ხო, ნუ ეს file time-ი ესე შეგვიძლია მივიღოთ. მაგრამ ეხლა ეს last update-ი როგორც ვიცით საათი, წუთი, წამი ეგენიც სჭირდება. ჩვენ ეგ არ გვაქვს, ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ აი აქ გვაქვს მარტო local date-ი. ნუ ჩვენ შეგვიძლია მაინც გავაკეთოთ ესეთი რაღაც, ნახეთ. ეს დავაგენერიროთ local date time of აი local date და local time ცალკე გვაქვს. ანუ შემიძლია აქ თქვა ის ჩემი local date, რომელიც არის forecast-ის get date-ი და ეს local time, რომელიც შეიცავს მარტო დროს. აქ მივუთითო midnight-ი, ან noon, ან min, ან max, ნუ ეს midnight-ს მივუთითებ და ყველა midnight-ი იქნება ვითომ ეს დრო. მაგრამ ნუ იყოს ესე. ხო, ეხლა ეს last modified-ი შევხედოთ. ხო, ამან ქნა რაღაცა და მე მგონი it may or not fail. ნუ შეიძლება ამან exception კი ბატონო, აქ დავწეროთ. Update last modified time. და აქ რას ვაკეთებთ? Serialize contents, create output file and write serialize contents. To it out. კი ბატონო, და ეხლა ეს ბოლო რაღაცები აღარ გვინდა. და ეს თავის საქმეს იზამს, იმედია. ხა გავუშვათ, ნახოთ. რაღაცა ქნა. როგორც ჩანს ეს ქვეყნები, ქალაქები თავისი ეს თარიღები 12-ში. ეს 12-ში ბევრი იყო. და აგე დაალაგა ყველაფერი ნორმალურად. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ისიც ვნახოთ last modified time to dates რატო ვიძახ last modified time open is explorer ნებისმიერის შევხედოთ. ხო, აი შესაბამისია 12, 11, 20, 11 დეკემბერი 20-ის, მაგრამ midnight-ია 4 საათი. ნუ სიამოვნებაში ეს midnight-ი გასაბრუნებს შევხედოთ აქ. სად გვაქვს ეს midnight-ი? 0:00. ეხა 4 საათი რატო? იმიტომ რომ ჩვენთან +4-ია. და ამიტომაც არის 4 საათი. ნუ midnight-ი როგორც ჩანს 0:00 არის, ანუ ღამე. ხო, it's the start of the day. Time of midnight is the start of the day. ნუ +4 ვარ და იმიტომ დაწერა 4 AM-ი. ხო? ეს UTC-ის მიხედვით გააკეთა. ნუ აქ შემელო მეთქვა არა UTC არა ძმაო from an off არა მოიცა აქ from-ი კი არა. Off hours და აქ დავწერა +4. ნუ ეს პლუსი უბრალოდ თვალმარ დაინახოს, მაგრამ აქ ნუ 4 შემელო დამეწერა, ნუ ესე დავწერ. და ეხლა იგივეს აქ გააკეთებს. მოიცა not empty directory, ეს დირექტორიები არ არისო empty-ო. სწავშავთ. subdirektoriები. კი ბატონო, ეს ხელით წაშლა მოგვიწევს. ის მეთოდი არ იმუშავებს, იმიტომ რომ ქვე დირექტორიები მაქვს და ქვეში მაშინ ქვე ჩანაწერები უნდა წავშალო. ავიღოთ აქ ნორმალი და აქ ნახეთ, რომ უკვე 12 AM-ი წერია. ანუ უკვე +4 რომ მივუთითე. ესეთი შედეგი მივიღო. ნუ გააჩნია ახლა ეს დრო საათი არ გვაინტერესებს ჩვენ, ამიტომაც ეს შეგვიძლია მოვაშოროთ და პირდაპირ UTC მივცეთ და უბრალოდ იმუშაოს ამან. უბრალოდ ესეთი ამოცანა იქნება. ესეთი ჩახლართული ხა ეს ნაწილი მაგალითად. ეს შეგიძლიათ ხელით გააკეთოთ რაღაც ლისტი. ასევე ზედმეტი შემოწმებები რაღაც სუპერ მაგარი რო იყოს. რომ აი output-ი რო უკვე თუ არსებობს რაღაც შიგნით ყველაფერი წაშალოს. ეგ შეიძლება აი აქ კიდე შეიძლებოდა if subfile is directory, მაშინ აქაც აი აქ შიგნით
ერთი დონე რო გაიმეოროს კიდე წაშლის. Sub file. და ნუ აი ეს ნაწილი რო გაიმეოროს აი აქ. ხო, აი ესეთი რაღაც რო ქნას ამ შემთხვევაში მოიცა ეხლა რო გავიმეორებთ ეს წაშლას შეძლებს და თავიდან გაკეთებას ყველაფრის. და რო შევხედოთ ისევ ეს 4AM, ანუ ქვე რაღაცები წაშალა. ესეთი რაღაც შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგიძლიათ არა გააჩნია. ამ შემთხვევაში ეს მოქნილია ეს მეთოდები. ეს მეთოდები მაგალითად აქაც მიწერია. შემიძლია forecast util-ში გავიტანო, შემიძლია forecast ცალკე კლასი გავაკეთო. შემიძლია აი ამაში გავაკეთო, რომ რაღაც არა ამაში არივარგებს. რაღაც ცალკე გავაკეთო forecast app და მე ის გავუშვა და იმას კონდეს ეს მეთოდები თავის თავში. და main-ში აქ main კლასში არ მქონდეს. მე ხო ვთქვი, ანუ ყველა კლასს უნდა ჰქონდეს თავისი დანიშნულება კონკრეტული. ხა main-ს უნდა ჰქონდეს მარტო გაშვების დანიშნულება რაღაც კლასის მეთოდის და მორჩა ესეთი რაღაცები არ უნდა ეწეოს შიგნით. ეს აფეშუაშია main-თან. არც ეს არის main-თან დაკავშირებული, არც ეს მეთოდები. უბრალოდ main-ში აქ რაღაც კი შეიძლება გეწეს, მაგრამ ეს მეთოდები არაა დაკავშირებული main კლასთან. ამიტომაც შეგვიძლია ესენი გავიტანოთ. მოიცა აქ ბოლოში რა გვაქვს ეს ფუძავშავთ. ხო, და ესეთი ამოცანა იქნება, არ არის რთული, უბრალოდ აქ რაღაც გენერაციის, random გენერაციის დროს უბრალოდ ცოტა გავჩერდით სავით და ვფიქრდით. თუმცა ნუ დაგუგლო, მიგუგლო ყველაფერი უკვე არსებობს ველოსიპედები და თავიდან გაკეთება აღარ გვიწევს. კარგით ხალხო, კითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მარტივი კლასებია, მარტივი მეთოდები. უბრალოდ იცოდეთ ეს ფაზი როგორ იწყობა, რომ ეს იმიტომ გამოიყენება და იმიტომ აქ შიგნით ეს warargs-ი, რომ სეპარატორები თავისით მიამაგროს მერე ფოლდერებს შორის. იმიტომ სხვადასხვა ოპერაციულში სხვადასხვანაირი ფაილ სეპარატორი გვაქვს და ასევე ეს ფაზი კონკრეტულად შეიცავს ცოტა რაღაცას, რაც ფაზთანაა დაკავშირებული და ასევე ნუ ეს ფაილ ატრიბუტები რაც იყო, ისინი ვნახეთ, ერთ-ერთი შევცვალეთ აგერ აი set last modified time-ის გამოყენებით. ხო, ნუ და ასე შემდეგ რა ეს files კლასი და fuzz კლასი და ეს ფაზი. და ეს open და write option-ები. ეგენი არის ძირითადად დასამახსოვრებელი. და ის სხვა დანარჩენი რაღაცები რაც გავაკეთეთ, ეგეც შეგიძლიათ დაიმახსოვროთ. და შეეცადეთ ხოლმე Java-ზე რო წერთ, ანუ რადგან აინახეთ დიდი კოდია გამოდის, ხო, ანუ თითქოს იხლართებასავით. შეეცადეთ მეთოდებში გაიტანოთ ხოლმე კლასებში, რომ ვიღაცა რო გახსნის, პირდაპირ დახვდება მაგალითად, აი აქ შეიძლება დახვდეს check, თუმცა აქ extract to მეთოდი თუ მაგ ესეთი რაღაც. extract მეთოდი მოიცა აბა hotkey დავიმახსოვროთ ბარემ. refactor extracts უნდა control alt m. ანუ ესე მოვხაზო, დავწერე control alt m. extracted და ეს იქნება check ანუ validate მაგალითად root folder. ეს სახელი ერქმევა. და ვიღაცა ნახავს, რომ კი ბატონო, ვალიდაციას უკეთებს და თავში. და რაღაცა ეს if-else-ის კითხვები აღარ მოუწევს. პირდაპირ ხვდება ვალიდაციას უკეთებს თავში. მე აქ ქმნის რაღაცას. მე ესენი შეგვიძლია გავიტანოთ ახლა ეს დამუშავება ცალკე და ნუ გამოვა, რომ ეს read forecast-ი იქნება მარტივად კითხვადი, მაგრამ ნუ მეთოდების რაოდენობა იმატებს მე. და ეს ცოტა რაღაც ბალანსისავით უნდა იპოვოთ, რა საუკეთესო ბალანსი, თქვათ, რომ არ გაზარდოთ ეს მეთოდების რაოდენობა თქვენ კლასებში უაზროდ. თუ სპაგეტი კოდი. ხო, როგორ? სპაგეტი კოდი, ხო? სპაგეტი რო არ გამოვიდეს, ეს ბალანსი უნდა იპოვოთ. კარგით, მაშინ ამას ჩაწერას ახლა გამოვთ.